მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი ექიმ თამაზ შოთაშვილის რიგით მეორე პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ძვალზე ნაკვეთი ნამუშევრები. ნამუშევრებზე ავტორი 1976 წლიდან მუშაობს. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 21 ივნისის ჩათვლით დარჩება. ეს ნამუშევრები არის ძვალზე ნაკვეთი ნამუშევრები, რომელიც პირველად დაიწყე 1976 წლიდან. აღმოჩნდა, რომ დღევანდელ დღეს ეს არის უკვე 50 წელი, რაც მე ამ საქმეს ვემსახურები. თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს ნამუშევრები პირველად სპონტანურად იქნა გაკეთებული, როდესაც შემთხვევით აღმოვაჩინე პატარა ძვლის ნატეხი სამზარეულოში და პატარა ლანცეტით ჩიჩქნის შედეგად მივიღე გამოსახულება მამაკაცის და აი ამის მერე დაიწყო ჩემი შემოქმედება ბჭყალებში, რა თქმა უნდა.